გამარჯობა, ეს არის სხვა ნიკას ავტობლოგი. და მე მინდა დღეს გაჩვენოთ თუ რა შეუძლია ამ ავტომობილს უგზოობაში. ძალიან ბევრი ვიდეოა YouTube-ზე. მაგრამ მე ვერ ვიპოვე ესეთი ვიდეო, სადაც კარგი საბურავებით ძალიან ცუდი დახრის დიაგონალებზე ტესტავენ ამ ავტომობილს და ამიტომ მინდოდა მენახებინა, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებით პირადი ავტომობილია ისეთ ადგილებში ავსულ ვარ და ისეთ ადგილებში ჩამოვსულ ვარ შემდეგ რომ გაკვირვებული დარჩენილ ვარ და მინდა რომ განახოთ რა შეუძლია ამ ავტომობილს უგზოობაში. არ დავიწყებ ამ ავტომობილის დეტალურ განხილვას, ამაზე ძალიან ბევრი ვიდეო დევს და შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის ტიპიური თანამედროვე Subaru, თავისი გეომეტრიით, თავისი ძრავით, გადაცემათა კოლოფით. უბრალოდ თუ ავიღებთ Foresters და თუ ავიღებთ Outbacks, იმპრეზას თუნდაც, ვიზუალურად ეს არის სხვა მოცემულობა, უფრო კომპაქტური ავტომობილია და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად მისი ზომა განსაზღვრავს იმას, რომ გამავლობა აქვს ძალიან მაგარი. ცხენი ძალები საერთოდ არა აქვს ბევრი, 150 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ საერთოდ კითხვა ჩნდება, სჭირდება თუ არა ცხენის ძალები ავტომობილს რომ მთაზე ავიდეს. Off-road-ი არის მრავალფეროვანი მოცემულობა, იმიტომ რომ გზიდან როგორც კი გადაუხვევთ და აღარ არის ასფალტი, აღარ არის ნორმალური გზა, ეს უკვე off-road-ად ითვლება და ასევე off-road-ი არის ისიც, როდესაც მანქანები გადიან ამ მანქანის სიმაღლე ჭაობში და ტალახში. ამიტომ ყველაფერი შედარებითია, ჩვენ გამოვიდეთ უნდა იმ რეალობიდან, რომ ყოველდღიურად ჩვენ არ ვართ ძიმე off-road-ში და გვინდა რომ აი მაგალითად აი ესეთ მთაზე ავიდეთ, გადავხედოთ, ჩამოვიდეთ და სედანი ამას ვერ გააკეთებს ვერანაირად და გვაინტერესებს გააკეთებს თუ არა ესეთი ავტომობილი ამას, რომელიც სედანის ფასშიც და უფრო იაფადაც მოგვდის. ეს არის აბსოლუტურად სტოკი, როგორც იტყვიან, არაფერი არ აქვს შეცვლილი, არაფერი არ აქვს დამატებული. ერთადერთი საბურავები გავრცელებული AT 8 საბურავები და არის ერთი ზომით დიდი 225-60, დისკი 18-იანია და საბურავი 225-60-ია, ქარხნულად მოყვება 225-55. ნუ ამ საბურავის დაყენებით კლირენსი მოვიგეთ სადღაც 2 სანტიმეტრი, 2.5 სანტიმეტრი და უბრალოდ ეს ტალახის ამრიდებლები არ არის ქარხნული, უფრო დიდი დავაყენე, რომ ავტომობილი პატარა ტალახში გავლის დროსაც კი არ დაისვაროს და არ აიზილოს. დანარჩენი არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ სტოკი ავტომობილი და ნახავთ ჩვენ ამ სტოკ ავტომობილით, რომელიც კარგ მდგომარეობაში ჯდება სადღაც ალბათ 9-10,000 დოლარი თუ ჩამოიყვანთ. როგორ იქცევა უგზოობაში, როგორ გვეხმარება მისი კლირენსი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი. სადღაც წინ არის 28 სანტიმეტრი, აი აქ და უკან სადღაც 32 სანტიმეტრი. საერთოდ საშუალო კლირენსი მანქანას აქვს, მე მგონი 22-დან 25 სანტიმეტრამდე, რაც crossover-ებში არის მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ეხლა ვართ ლისის ამ ცნობილ დიაგონალებზე, სადაც ბევრ მანქანას ტესტავენ. და მინდა გითხრათ, რომ ბევრი მაღალი კლირენსის ავტომობილი აქ მოდის და იმის გამო, რომ მას არ აქვს traction-ი და არ აქვს ბლოკირება, აქ შვამდეც ვერ ადის. და დღეს ვნახავთ თუ შეგვიძლია ამ ავტომობილით აქ ავიდეთ და ჩამოვიდეთ და თუ ეს შეგვიძლია, თამამად შეგვიძლია, მე ვთქვათ, რომ დაახლოებით 80-85% უგზოობაში, სადაც რაიმეს ნახვა შეიძლება და ჩვენ გვინდა ვიმოგზაუროთ, დავათვალიეროთ, ახლოს მევიდეთ,
შეგვიძლია რომ ასეთ ადგილებში ამანქანით მივიდეთ. ეხლა ჩავდივართ იმ ჩაღმართში, რომელიც ამოვიარეთ და ვაკეთებთ ესეთ რაღაცას, აი ამის X modes ვააქტიურებთ და X mode გვეხმარება შემდეგში. ავუშვებთ ყველაფერს ფეხს და თვითონ თავად იმ ზეწოლის და დაწოლის შედეგად, რაც მანქანას აქვს, ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები, ჩაღმართში ჩასვლის დროს თვითონ საზღვრავს, როდის დაატორმოზოს, როდის არ დაატორმოზოს და ძალიან ნელა, აი ფაქტობრივად დაახლოებით ისეთივე შეგრძნებით ჩადიხართ, როგორც მაღალი გამოვლობის ავტომობილებში რაზდატკის გამოყენების დროს არის ხოლმე. აი, ასეთ გზებზე ავტომობილი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და რაც უფრო სწრაფად მიდიხართ, მით უფრო კომფორტული ხდება ავტომობილის ტარება და შეგრძნება. აი, ამ დიაგონალზე ახლა შევადარებთ თუ როგორ ავივლით ყველაფრის ჩართვის გარეშე და როგორ ავივლით X mode-ის და მოცურების გამორთვის შემთხვევაში. პირველი ასვლა სრულიად ჩვეულებრივ მდგომარეობაში არაფრის ჩართვის გარეშე. ეხლა გამოვურთოთ მოცურება, ჩავურთოთ X mode და ნახოთ აბა. სთა ნომერი 2. სამი ამჯერად ვეცდებით რომ მარჯვენა მხრიდან ავიდეთ სხვა ტრაექტორიით, ნახოთ რა გამოგვივა. საჭირო არის რომ ნახოთ იდეალური მოჭიდების წერტილი. აი ამოვედით. ზოგადად X mode არ არის ჭეშმარიტი ბლოკირება, ანუ 4-ვე საბურავი არ იბლოკება ამ დროს. ამ დროს რაც ხდება არის ის, რომ როდესაც ერთი საბურავი მოჭიდებას დაკარგავს და იწყებს ბუქსავს, მეორე საბურავი ავტომატურად ტორმოზდება და ისევ ძალა გამოდის აქეთ. და აი ესე ცანცარით ავტომობილი ცდილობს რომ ყველა საბურავს ჩაეჭიდოს და შესაბამისად ვიღებთ შედეგს, რომ გამოვლობა გვეზრდება 1-2-ად. ზოგადად ამ პატარა ავტომობილებმა ამდენს რომ ბედავენ შექმნეს ის რეალობა, რომ ძალიან დიდ კონკურენციას უწევენ გაცილებით დიდ ავტომობილებს. თითქმის იმდენ საქმეს აკეთებენ, რამდენსაც ისინი. და ხშირად მომისმენია, რომ
მოიხსენიებენ ამ ავტომობილს და ამ კლასის ავტომობილებს სედანებად. რაც ესე ნამდვილად არ არის და საბოლოო ჯამში უნდა ვთქვა, რომ საქართველოში სადაც შეიძლება რომ მივიდეთ და ვნახოთ, თითქმის ყველგან შეგვიძლია ავტომობილით მისვლა, იგივე ხევსურეთში, იგივე თუშეთში, თოვლში დადის idеალურად. და როდესაც თქვენი ბიუჯეტი არის $10,000, ხო? ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ არის იდეალური არჩევანი, მე ესე ვთვლი, თუ თქვენი ბიუჯეტია $20,000, რა თქმა უნდა, უამრავი უკეთესი და უფრო მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძლება ნახოთ. ბევრი დეტალი საკამა თუ არა, რამდენად უკეთესად ივლის ტრასაზე, რამდენად კომფორტულად, რამდენად ეკონომიური იქნება. ხა ეს ავტომობილი ქალაქში დაახლოებით 100 ლიტრს წვავს და ტრასაზე თუ არივლით ღრიალით და თუ არივლით 125-ებით და ლიმიტებით დაახლოებით წვავს 5-დან 6 litrამდე და რო გადავთვალოთ ეს თლიანი წლის განმავლობაში რამხელა დიდი ხარჯის არიდება არის, მაგალითად Forerunner-ი, რომელიც წვავს 15 და ზევით, ხო? სამჯერ უფრო მეტ წვავს ის მანქანებიდან. ბევრი ფაქტორი არის. ზოგადად ამ კლასში ვთვლი, რომ ამაზე კარგი ავტომობილი ძალიან ძნელად სანახავი არის. ყველა ასპექტში, უგზოობა, გამძლეობა, ეკონომიურობა, ყველაფერი აქვს ამ ავტომობილს. რითაც ნებისმიერი მისი კლასის ავტომობილს, იგივე Mazda-ს, იგივე RAV4-ს გაუწევს ძალიან დიდ კონკურენციას. ეხლა რაც შეეხება ავტომობილის მართვას, უნდა გვახსოვდეს აქ რამდენიმე ფაქტორი. პირველი ის, რომ ავტომობილში ვიხდით $10,000 დაახლოებით და ეს არ არის ერთპროფილიანი ავტომობილი. მაგალითად $10,000 შეიძლება იყიდო დრაგის ავტომობილი ან დრიფტის ავტომობილი და იმ საქმეს გააკეთებს კარგად, მაგრამ ეს არის საოჯახო ავტომობილი, ხო? ვიხდით დაახლოებით $10,000 და ვაფასებთ შემდეგ ყველაფერს აქედან გამომდინარე. შესაბამისად, ამ მოცემულობაში ავტომობილი დადის ძალიან კარგად და მის კლასში ალბათ ბევრ ავტომობილზე უკეთესად. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ავტომობილი RAV4-ზე, რომელიც ამაზე ალბათ 30-40% ძვირი ღირს, მასზე უკეთესად დადის. უკეთესი მანევრი აქვს, უკეთესი დინამიურობა აქვს და ამის ხარჯზე ნაკლებად გღლის. ერთადერთი რაც ამ ავტომობილს თქვენ შეგიძლიათ შემატოთ და ამით ყოველდღიურობა გაიმჯობესოთ, ეს არის ხმის იზოლაცია. ცუდი ხმის იზოლაცია ნამდვილად არ მოყვება ქართულად, მაგრამ თქვენით შეგიძლიათ დაახლოებით დაგიჯდებათ 300 ლარი, იყიდოთ ხმის საიზოლაციო მასალა და განსაკუთრებით კარებებში, საბარგულის იატაკზე, კაპოტში, ჭერში ეს მასალები გამოვაკრათ. და შემდეგ რეალურად იღებთ დიდ განსხვავებას, როდესაც მოძრაობთ ავტობანზე, მაღალ სიჩქარით, როდესაც ხმა გაცილებით ნაკლები შემოდის, განსხვავებული შეგრძნებებია და გაცილებით უფრო მაღალი კლასის ავტომობილის შეგრძნებებს გიტოვს. გადანარჩენი ახლა ამ ბიუჯეტის გათვალისწინებით და მიზანი რო არ არის შენი რომ ამით თავი მოიწონო ამ მანქანით, ამ დეტალებს, რითაც შეიძლება ხა ჩვენა გამოვეკიდოთ, საერთოდ აღარ აქცევ ყურადღებას და თუ ინტრიგანი არ ხარ, არც უნდა მიაქციო ყურადღება, პირიქით, ყველაფერი არის ძალიან სიმპათიური, თავის ადგილას, პრაქტიკული და რამდენი ხანიც გეყოლება ეს ავტომობილი, ეს დეტალები მანქანაში გექნება სულ ხელშეუხებელი და მყარი. ამ ავტომობილის ხისტი დაკიდების სისტემა
და ის პლუსები, რაც ამ ხის დაკიდებას აქვს, ძალიან კარგად იგრძნობა აი ესეთ გზაზე, რომელიც არის ცოტა უსწორმასწორო, ცოტა პატარა არხებიც არის გზაზე. ავტომობილი ძალიან სასიამოვნო შეგრძნებებს გაძლევს გადაადგილების დროს.